პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას მართავენ, მათ დეპუტატებს სირცხულის კორიდორი მოუწყვეს. მესამე სექტორი ბესელია სესიაშვილი ფოფხაზის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება საპროტესტებს და პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს. ეს არის პირიქით უფრო რეგრესული კანონპროექტი, მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება, გარკვეულწილად ის არის ბუნდოვანი. მიგვაჩნია, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ შემწყდარიყო უკანონო მოსმენები. არ დაუთმობთ ამ საკითხს, იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება, რომ ვიღაცები ჩვენს მოქალაქეებს უძრებოდნენ გულში, სულში, ჯიბეში დაუშვებელი ასეთი დრაკონული, არადემოკრატიული კანონების მიღება. მე იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მივიყვანთ ბოლომდე და მაინც ისეთ კანონს მიიღებს პარლამენტი, როგორც ქვეყანას ეკადრება და არა იმ სამარცხვინო კანონს, რომელსაც უსმენთ გუშინ დღეს.